გაქვთ კითხვები ჯანმრთელობის შესახებ? გსურთ პროფესიონალ ექიმთან კონსულტაცია? გადაცემა პულსი სწორედ თქვენთვისაა. რადიო ფორტუნა და კომპანია ავერსი წარმოგიდგენთ გადაცემას პულსი. თიკო დაბრუნდაშვილთან ერთად. იყავით ჩვენთან ერთად და მიიღეთ კომპეტენტური პასუხები თუ რჩევები. პულსი ფორტუნას ეთერში. გამარჯობა. მოგესალმებით ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ჯანმრთელობაზე ფიქრი და გვეთანხმებით იმაში, რომ ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია. ალბათ დღევანდელ დღეს უპრიანი იქნება ჯანმრთელობას მშვიდობას დავუმატოთ და მართლაც ჯანმრთელობისა და მშვიდობის გარეშე ყველაფერიც არაფერია. ალბათ დამეთანხმებით და რა თქმა უნდა ყველას ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ ამ არეულ დროში. ახლა რაც შეეხება ჩვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უაღრესად საინტერესო და აქტუალურ თემას, რასთან დაკავშირებითაც სტუდიაში მოვიწვიეთ ჩვენი მეგობრები, პარტნიორები, კლინიკა ახალი მზერას ოფთალმოლოგები თამარ ჩიტაძე და მაია ჩაჩანიძე. თემა, რომელიც მინდა წარმოვდგინო მსმენელებს, ადენოვირუსები და ადენოვირუსების მხრივი თვალის გართულებები. მოდით დავიწყოთ სულ თავიდან. რა არის თავად ადენოვირუსი? გრიპის სეზონზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე ყველა წყაროთი გრიპის შესახებ. ასე თუ ისე, საზოგადოებაში გრიპის შესახებ ცნობიერება თითქოს ამაღლებული, ამას გარკვეულად COVID ინფექციამაც შეუწყო თავის დროზე ხელი და რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით ინფორმირებულობა თითქოს არ გვაკლია. თუმცა ადენოვირუსები ასე გახშირებული, ასე პრობლემური და მაინც ასე უცნობი ფართო საზოგადოებისთვის. მოდით მაია თქვენი დავიწყოთ, რა არის ადენოვირუსი და რა ტიპის გართულებები ახასიათებს მას თვალის მხრივ. გამარჯობათ. პირველ რიგში მივესალმებით თქვენს ერთგულს მსმენელს. ეხლა შეგვიძლია დავიწყოთ უკვე ადენოვირუსზე. გადავიდეთ საქმეზე. გადავიდეთ, კი ბატონო. ადენოვირუსი საკმაოდ ფართედ გავრცელებული ვირუსია, რომელსაც ახასიათებს არა მხოლოდ თვალზე კონიუნქტივიტი რომ გამოიწვიოს, არამედ ზედა სასუნთქი გზების ინფექციებიც. საკმაოდ არის ამ სეზონზე ძალიან აქტუალურია ეს თემა სამწუხაროდ. ზოგადად ცივი სეზონის დამახასიათებელია ეს ყველა ყველაფერი. სეზონზე შეიძლება იყოს ადენოვირუსი, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც რესპირატორული ინფექციები წვავდება, იმ პერიოდში უფრო მეტად არის ხოლმე გამწვავებული. ხდება ძალიან აქტიურად, როგორც გვიან შემოდგომაზე, ასევე ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. კი ბატონო, ანუ პრინციპში კალენდარული სინამდვილის გათვალისწინებით სწორედ ეხლა ვართ იმ პერიოდში, როდესაც პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ჩვენს წინაშე. თამუნა, აი კონიუნქტივიტი ახსენა მაიამ ამ შემთხვევაში, ხომ? რა არის კონიუნქტივიტი? მოდით განგვიმარტეთ და რამდენად გახშირებულია სწორედ ადენოვირუსების ფონზე გავრცელებული, განვითარებული ეს თვალის მხრივი გართულება. კი ბატონო, მივესალმებით თქვენს მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. კონიუნქტივიტი არის თვალის ლორწოვანი გარსის ანთება. ადენოვირუსული კონიუნქტივიტები, როგორც ქალბატონმა მაიამ ახსენა, ძალიან გახშირებულია. ამას ხელს უწყობს თავშეყრის ადგილები, სკოლები, საბავშვო ბაღები, ასევე საერთო გამოყენების ნივთები. უნდა აღინიშნოს, რომ მაქსიმალურად შეგვიძლია მოვარიდოთ საერთო კოსმეტიკის გამოყენებისგან თავი ავარიდოთ. პირსახოცი პაციენტს ცალკე უნდა კონდეს და ეს სეზონი გამორჩეულია იმით, რომ ზოგადად ადენოვირუსი არის თვითგანკურნებადი ვირუსული ინფექცია. ეს ჭირდება გარკვეული პერიოდი, რამდენიმე დღე, ეს მერყეობს ძალიან ინდივიდუალურად, შეიძლება ეს იყოს დაახლოებით 5-დან 12 დღემდე და შემდეგ უკვე თანდათან ლაგდება. და ეს ოქროს წესი სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, კი ბატონო, შეშუპების შემთხვევაში პაციენტმა უნდა გამოიყენოს ეგრეთ წოდებული ცივი კომპრესები და ამ შემდეგ. თუმცა რისი თქმა მინდა, რომ ამ პერიოდში არის განსაკუთრებულად განსხვავებული შტამები, რომელიც ძალიან ხშირად რთულდება ხოლმე და პაციენტები, რომლებიც თვითმკურნალობას მიმართავენ, აი მათ საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმართონ ოფთალმოლოგს, მოხდეს დიაგნოსტირება და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა, იმიტომ რომ არსებული შტამები, რაც ახლა ცირკულირებს, არის ძალიან მწვავე, არის ძალიან ხშირად გართულების სახით გამოვლენილი და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. აი ძალიან კარგ თემას შეეხეთ და ამასთან დაკავშირებით, ანუ თვითმკურნალობამდე მიდის ადამიანი თვითდიაგნოსტირების შედეგად და თვითდიაგნოსტირება ხდება იმ კლინიკური ნიშნების, იმ სიმპტომების ფონზე, რომელიც სახეზეა. მოდით განმარტოთ, რა სიმპტომები ახასიათებს თავად კონიუნქტივიტს, როგორ უნდა მიიტანოს ეჭვი დილეტანტმა ამ შემთხვევაში არაპროფესიონალმა კონიუნქტივიტზე და რატომ არ შეიძლება რომ ადამიანმა მეზობლის, მეგობრის, ახლობლის რჩევით, მით უმეტეს დღეს ისე მომრავლდა ამ სოციალურ მედიაში ეს რჩევები ათასგვარი, იცით, ჯგუფები შეიქმნა და ერთის მხრივ ძალიან კარგია ინფორმირებულობა, ჩასო ვამბობთ რომ სხვებადობა, თუმცა გაფილტრული და კომპეტენტური ინფორმაციის აშკარა ნაკლებობაა და ვთქვათ მისი ამორჩევის შესაძლებლობა ძალიან მცირე. აი ამიტომ
გავაგონოთ ამ შემთხვევაში ჩვენი რადიოს მსმენელს კომპეტენტური პროფესიონალური ნახეთ ზოგადად კონjunktივიტები არის სხვადასხვა სახის. შეიძლება იყოს ვირუსული კონjunktივიტი, ბაქტერიული კონjunktივიტი და ალერგიული კონjunktივიტი. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე აი ამ კონjunktივიტების ერთმანეთში არევა. მაგალითად თუ ბაქტერიული კონjunktივიტი აქვს პაციენტს, იქ შეიძლება იყოს ჭარბი მოყვითალო შეფერილობის გამონადენი, ეგრეთ წოდებული ჩირქოვანი ნადები, გასაგები რომ იყოს პაციენტისთვის, რას გულისხმობთ. ალერგიული კონjunktივიტებისთვის უფრო დამახასიათებელია ის ბლანტი გამონადენი, ქავილი შეშუპება, თუმცა ყველა კონjunktივიტს აქვს საერთო სიმპტომატიკა. მაგალითად, სამივე ტიპის კონjunktივიტის დროს არის თვალი წითელი, ადენოვირუსულ კონjunktივიტებს და ზოგადად ვირუსულ კონjunktივიტებს ახასიათებს უფრო მეტად შეშუპება, ვიდრე მაგალითად ბაქტერიულ კონjunktივიტებს. ამიტომ თვალის სიწითლის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება რომ პაციენტმა დაიწყოს თვითმკურნალობით, გარკვეული ტიპის წვეთების გამოყენებით, არ არის რეკომენდებული, მაგრამ ნუ ხდება ჩვენს მოცემულობაში ესეა. ჩაი, გვირილას, ყველაფერი არსენალში მომარაგებულია, კი ბატონო, აი რაღაცა გარკვეული პერიოდის რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ თუ სიმპტომატიკა არ ლაგდება და პირიქით სიმპტომები უფრო მწვავდება და მძიმდება, პაციენტი აუცილებლად საჭიროა დიაგნოსტირება, რომ მოხდეს ჯერ პირველ რიგში დიფერენცირება, რომელი ტიპის კონjunktივიტი აქვს პაციენტს და როცა უკვე დაისმება დიაგნოზი, რომ ეს არის ნამდვილად ვირუსული კონjunktივიტი, მერე იქ უკვე უნდა მოხდეს შესაბამისი მკურნალობის ჩართვა. კი ბატონო. მაია, ეხლა თქვენ კითხავთ, თუ შეიძლება თქვენი კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე დღეს ევიდენსების ეპოქაში პრინციპში თქვენი კლინიკური პრაქტიკა არ არის მიღებული რომ ეს კითხოთ და მაინც მინდა ეს კითხვა დაგისვათ, იმიტომ რომ მართლაც თითოეული მით უმეტეს ისეთი მომართვიანობის მქონე კლინიკა, როგორიც თქვენია, ხომ ეს პრაქტიკა ალბათ მხედველობაში მისაღებია. თქვენი დაკვირვების მიხედვით, თქვენი ისევ მეორე კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად ხშირია დაგვიანებულად დიაგნოსტირება მკურნალობის დაგვიანებით დაწყება და შესაბამისად არაკეთილსაიმედო პროგნოზიც ამ ყველაფრის გამო, ხო? კი ბატონო. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ეხაც ამ აქტუალურ სეზონზე მოდიან უკვე დაწყებული აქვს თვითმკურნალობა სამწუხაროდ, ხო? ეს ალბათ გირთულებთ ექიმებს საქმეს. ეს რა თქმა უნდა გვირთულებს, იმიტომ რომ თავიდან უმჯობესია ხოლმე მკურნალობა რომ დავიწყოთ, სიმპტომურად მივყვებით ხოლმე, შესაძლებელია მხოლოდ დავუნიშნოთ დამატებებელი წვეთები, ჰიგიენის მაქსიმალური დაცვა, თვალის ფიზიოლოგიური ხსნარით გამორეცხვა და ცივი კომპრესები, მაგრამ ისინი თვითმკურნალობით რომ მოდიან, უკვე მერე ცოტა პრობლემების წინაშე ვდგებით ხოლმე. უფრო დამძიმებულია და შორსასულია ყველაფერი. და უფრო თვითმკურნალობიდან გამომდინარე, უფრო უხანგრძლივდებათ ხოლმე შემდეგ ეს პერიოდი. კი ბატონო, და ით ამ უნდა მახსენა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ხომ? ანუ ეს პრევენციასაც შეეხება და პრინციპში უკვე შემდგომ მოვლასაც და მართვასაც თვითონ ინფექციის. კონტაგიოზურობის ხარისხი, ინკუბაციური პერიოდი და სიმპტომების გამოვლენის და შემდეგ უკვე გაქრობის შემდეგ გადამდებლობის ხარისხი. ეს არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო, იგივე ოჯახურ სივრცეში, ხომ? მოიტანა ბავშვმა, თქვათ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან, გადაედო მშობელს, გადაედო სხვა ოჯახის წევრს და ამ შემთხვევაში ბავშვს აღარ აქვს და ფიქრობენ, რომ აღარ არის პრობლემა და უკვე შეიძლება მათთან კონტაქტი. აი თუ შეიძლება ესე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ალბათ ჩვენი მსმენელისთვის, თუმცა ვიდრე პასუხს გაგცემდეთ რეკლამაა ეთერში, ჩვენ სულ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ. რადიო ფორტუნა და კომპანია ავერსი წარმოგიდგენთ გადაცემას პულსი. ბრუნდებით სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან, კლინიკა ახალი მზერის ოფთალმოლოგებთან თამარ ჩიტაძესთან და მაია ჩაჩანიძესთან ერთად და გამაგზავნებთ საუბარს უაღრესად საინტერესო და მე ვფიქრობ აქტუალურ თემაზე, როგორიც არის ადენოვირუსებით გამოწვეული თვალის მხრივი გართულებები, კონjunktივიტი ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში. თამუნა ძალიან საინტერესო მომენტში გაგვაწყვეტინა რეკლამამ. რამდენ ხანს არის გადამდები ადამიანი? ანუ სიმპტომების ალაგება, კლინიკური სურათის არარსებობა გულისხმობს თუ არა, რომ გადადების საფრთხე, გადადების რისკი აღარ არსებობს? კი ბატონო, ეს ძალიან საინტერესოა, რადგან პაციენტი გადამდები ხდება სიმპტომების გამოვლენისთანავე, თუმცა სიმპტომების ალაგება არ ნიშნავს, რომ პაციენტი აღარ არის გადამდები. ეს შემთხვევა ცოტა უფრო იშვიათია, ხშირ შემთხვევაში სიმპტომები როცა ლაგდება, პაციენტი გადამდები აღარ არის ხოლმე, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში თავისუფლად შესაძლებელია, რომ გადამდები იყოს, მაშინ, როდესაც კლინიკა ალაგებულია, სიმპტომები აღარ აქვს პაციენტს და პრაქტიკულად თulis რომ გამოჯამრთელებულია. ამიტომ ძალიან უნდა ვერიდოთ საერთო ნივთების გამოყენებას, მაგალითად სახლში, როცა ოჯახის წევრებთან ახლო კონტაქტია, უნდა გქონდეს საერთო სხვადასხვა პირადი ჰიგიენური საშუალებები, არ უნდა გამოვიყენოთ მაგალითად საერთო პირსახოცი და ასე შემდეგ. დავიბანოთ ხშირად ხელები. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში, ბაღებში,
როგორც აღნიშნეთ, თავშეყრის ხალხმრავალ ადგილებში, ადგილებში. ოფისში, კი ბატონო, სადაც მაღალია გადადების რისკი. და მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს როცა სიმპტომები დაეწყება, ჩვენს რეალობაში ხშირად გვაქვს ესეთი შემთხვევები, თუნდაც იგივე სკოლებში ან ბაღებში სიმპტომები აქვს, თუმცა ისევ ძალიან სკოლებში, ბაღებში, სამსახურში სიარულს და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი ავარიდოთ გავრცელებას. კი ბატონო, ეს ალბათ უკვე პედაგოგებმაც უნდა გაითვალისწინონ, მათ იცოდნენ ეს ყველაფერი როგორ ამოიცნონ და ასე შემდეგ. ამას ძალიან დიდი თვალით არ არის რეკომენდებული, რომ ეხლა წითელი თვალი ზოგადად ოფთალმოლოგიაში ძალიან ბევრ დაავადებას ახასიათებს და ეს რთულია, რომ დიფერენცირება გააკეთონ. ელემენტარულად დაღლილი თვალიც ამ შემთხვევაში გაწითლებულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა მოხდეს მშობელთან გარკვევა, რატომ აქვს ბავშვს წითელი თვალი, ყურადღება უნდა მიექცეს ყველა შემთხვევაში. დაავადება და ხო, შესაბამისად მოხდეს რეაგირება. კი ბატონო. და აი აქვე მაია თქვენ კითხეთ გართულებების შესახებ და მინდა ეს თემა გავაგრძელოთ ერთგვარად. მაინტერესებს საჭიროება გაჩენილა თუ არა რომ სხვა პროფილის ექიმი ჩაგერთოთ მკურნალობის პროცესში. ანუ ქონიათ თუ არა ისეთი გართულებული შემთხვევები, როცა მაგალითად ოფთალმოლოგის კომპეტენცია აღარ არის საკმარისი და უფრო ფართო პროფილის, ანუ უფრო პირიქით ვიწრო სპეციალისტის, მაგრამ სხვა პროფილის სპეციალისტის ჩართვა დაგჭირვებიათ აი ესეთი შემთხვევები. კი ბატონო, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ადენოვირუსული კონიუნქტივიტის გართულებაზე, აქ არის კერატოკონიუნქტივიტი. ეს არის უკვე რქოვანა გარსის ანთება. არის ხოლმე შემთხვევები, რომ ძალიან რთულდება ხოლმე კერატიტით და ამ დროს უკვე ვუშვებთ ხოლმე ინფექციონისთან, რომ გაკეთდება ასევე ზოგადი თერაპიაც ჩატარდეს უკვე იმუნური სისტემის გაძლიერება და აქ უკვე ინფექციონისტები გვეხმარებიან ხოლმე. აი იმუნური სისტემა რა კი აღნიშნეთ, ამასაც ჩაგეკითხებით თუ შეიძლება ასაკობრივი თავისებურებები ახასიათებს თუ არა, ანუ ვთქვათ, ასაკოვან ადამიანებში უფრო რთულად მიდის თუ არა, თუ არ არის ვთქვათ აი ესეთი ასაკობრივი სპეციფიკაცია. არ არის მასეთი ასაკობრივი სპეციფიკა, ხო, მასე ვერ დავყოფდით. ანუ შეიძლება თანაბრად გართულდეს ბავშვთა ასაკშიც და მოწვრილებშიც. უმეტესად საერთოდ ვითარდება ხოლმე 6 თვიდან 10 წლამდე 10 წლის ბავშვებში, მაგრამ ასაკი შეზღუდული არ არის, ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს მისი გამოვლინება. კი ბატონო. და თამუნაი პროგნოზულად რა შეიძლება რომ ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ დროულად არის დიაგნოსტირებული დაავადება, ანუ იდენტიფიცირებულია და შესაბამისად დაწყებულია მკურნალობა. ამ შემთხვევაში როგორია პროგნოზი და იმისთვის რომ ცოტა დავაფრთხოთ და შევაშინდოთ კიდეც ჩვენი მსმენელი, თუ დააგვიანეს თუ ვთქვათ, ისე ჩაისაფენებით და ასე შემდეგ და ესე თვითმკურნალობით და თვითშემოქმედებით მიყვეს ხელი მკურნალობას, აი მაშინ რა ხდება და მაშინ რამდენად იცვლება ეს პროგნოზული სურათი. დიახ, ზოგადად ადენოვირუსული კონიუნქტივიტები კეთილსაიმედოა, როგორც წესი ხდება სრულად გამოჯანმრთელება, თუმცა როგორც მაია ექიმა აღნიშნა, თუ არის საუბარი კერატიტზე, რქოვანა გარსის ანთებაზე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გართულება, მნიშვნელოვანი ყურადსაღები. ამ შემთხვევაში უკვე ცოტა ხანგრძლივდება ხოლმე მკურნალობის პროცესი, შესაბამისად ჩვენი ჩართულობა უფრო აქტიურად ხდება. როგორც წესი, როგორც უკვე ვისაუბრეთ ამაზე, ეს თავისით თანდათან გარკვეული პერიოდის შემდეგ ლაგდება, ჭირდება საკმაოდ მარტივი მკურნალობა, თუმცა უნდა მოხდეს ექიმის მიერ მონიტორინგი, რომ თუ დაიწყება გართულება, ეს არის კერატიტის სახით, აუცილებლად მოხდეს შესაბამისი მკურნალობის ჩართვა. რაც შეეხება დაგვიანებულ кейსებს, დაგვიანებული თვითმკურნალობის შემთხვევაში, დაგვიანებით მოსვლის მომართვის შემთხვევაში, ცოტა უფრო რთულია ხოლმე, იმიტომ რომ ჩაისაფენებს რომ თავი დავანებოთ, ეს ყველაზე კარგი ვარიანტია ხოლმე. პაციენტები იწვეთებენ ისეთ წვეთებს, რომელიც პირდაპირ უკუჩვენება ადენოვირუსული კონიუნქტივიტების დროს. ელემენტარულად რაც თქვენ ბრძანეთ, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები უნდა მოხდეს დიფერენცირება, კი ბატონო, და ეს აი სხვადასხვა ტიპის ხა არ მინდა რომ დავასახელოთ წვეთები, აქვს პაციენტს ნაწვეთები ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ეს რა თქმა უნდა უფრო ართულებს მდგომარეობას და ზრდის იმის რისკს, რომ მოხდეს გართულების სახით კერატიტი გამოვლინდეს. თუმცა ეს ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ თუ პაციენტი დროულად მოვიდა, მას არ შეიძლება რომ კერატიტი დაემართოს. თავისუფლად შეიძლება რომ კერატიტით გართულდეს და მინდა აღვნიშნო, რომ აი ზუსტად ახლა ისეთი შტამებია, რომელიც ხშირად რთულდება ხოლმე კერატიტით სამწუხაროდ. ჩვენი ერთ-ერთი წამყვანიც მე ხა ზუსტად ეთერს მიღმაც ამას ვყვებოდი სწორედ ხომ? სწორედ ამ პრობლემის გამო წარმოიდგინეთ 2 კვირა ვერ გადის ეთერში გადაცემა, იმიტომ რომ აი ამ ადამიანს სწორედ აი ესეთი პრობლემა შეექმნა. ხო, აბსოლუტურად გაგდებს სამუშაო რიტმიდან, ხო? ანუ კი, რა თქმა უნდა. ძალიან საყურადღებო, ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადღების და ძალიან შემაწუხებელია სიმპტომურად, ძალიან შემაწუხებელია, ძალიან გამოხატული შეშუპება ახასიათებს, ცრემლიანობა
სრემლიანობა, წვა, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა, პაციენტების უმეტესობას ურჩევნია რომ შუქი ჩააქროს თუნდაც ოთახში, სათვალე გაიკეთოს და აი ეს ძალიან შემაწუხებელი სიმპტომატიკა ახასიათებს ადენოვირუსულ კონjunktივიტებს. კი ბატონო, ვფიქრობ ძალიან საინტერესო გადაცემა მოვამზადეთ, ასე ვთქვათ, ხო? მადლობა. და აი ამისთვის პირიქით მადლობა თქვენ და ერთგვარად რომ შევაჯამოთ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, ხომ გავაკეთოთ რეზუმირება და კიდევ ერთხელ მე ვფიქრობ არასდროს არის ზედმეტი გამეორება. ასე ვთქვათ, ბოლო მესიჯები, რა რეკომენდაციას მიცემდით თქვენს პოტენციურ პაციენტებს და უბრალოდ ფართო საზოგადოებას, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა გქონდეს, ნუ იქნებიან ისინი თქვენი პაციენტები, ნუ გახდებიან. რა თქმა უნდა, კი ბატონო. პირველ რიგში თუ პაციენტი შენიშნავს, რომ თვალი არის წითელი, გაუწითლდა, აუცილებლად ინტენსიურად დაიწყოს დამატენიანებელი წვეთების გამოყენება, თუ წამოვიდა უკვე შეშუპება ქუთუთოების, შეუძლია გამოიყენოს ცივი კომპრესები, ეს აბსოლუტურად უვნებელია და ზიანს არ მოუტანს თვალს, პირიქით ძალიან კარგად აცხრობს შეშუპებას ცივი კომპრესები, კი ბატონო, დამატენიანებელი წვეთი ატენიანებს თვალს, თუმცა თუ შენიშნავს, რომ აი სხვა ტიპის სიმპტომები, ჭარბი გამონადენი, ჭარბი ცრემლიანობა, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა ძალიან შემაწუხებელია, ან უბრალოდ გადის რამდენიმე დღე და ეს სიმპტომები არ ლაგდება, აუცილებლად უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს, რომ მოხდეს სწორი მკურნალობის შერჩევა და შესაბამისად გამოსავალი იყოს კეთილსაიმედო. კი ბატონო, და აი მაია თქვენც ორი სიტყვით თუ შეიძლება, ასე ვთქვათ, ბოლო შემაჯამებელი რეკომენდაცია რას უსურვებდით ზოგადად თქვენს პაციენტებს და უბრალოდ ფართო საზოგადოებას. კი ბატონო, მე დავამატებდი იმას, ქალბატონმა თამარმა აღნიშნა უკვე დეტალურად, დავამატებდი რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, ხელების ხშირი დაბანა, მოვერიდოთ ხელის თვალთან შეხებას და ოდნავ სიმპტომების შემთხვევაშიც კი მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი კონტაქტები. კი ბატონო. ვუსურვებ თქვენს მაყურებელს და მსმენელს ჯანმრთელობას. ძალიან დიდი მადლობა. ჯანმრთელობას, რომელიც როგორც თავშიც დავიწყეთ, ყველაფერი არ არის, მაგრამ რომლის გარეშეც ყველაფერიც არაფერია. მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ კლინიკა ახალმზერას ბატონ მერაბ დვალს, იმისთვის რომ არსებობთ, იმისთვის რომ ასეთ არაჩვეულებრივ მომსახურებას უწევთ ყველა იმ პაციენტს, ვისაც ოფთალმოლოგიური პრობლემები უჩნდება. ჩვენს მსმენელს კი ტრადიციულად შევახსენებ, რომ ჯანმრთელობაზე საუბრის მარათონს უკვე ტელეკომპანია პულსის ეთერში გავაგრძელებთ, ასე რომ გვიყურეთ, გვისმინეთ და რაც მთავარია, იყავით ჩვენთან ერთად ჯანმრთელობის ტალღაზე. კარგად და ჯანმრთელად ვრცელდებოდეთ. ნახვამდის. გაქვთ კითხვები ჯანმრთელობის შესახებ? სურთ პროფესიონალ ექიმთან კონსულტაცია? გადაცემა პულსი სწორედ თქვენთვისაა. რადიო ფორტუნა და კომპანია ავერსი წარმოგიდგენთ გადაცემას პულსი. თიკო დაბრუნდაშვილთან ერთად. იყავით ჩვენთან ერთად და მიიღეთ კომპეტენტური პასუხები თუ რჩევები. პულსი ფორტუნას ეთერში.